მე 2 დღის წინ დავბრუნდი ბათუმში, თბილისში ვიყავი და რამდენჯერაც არ უნდა ყოფილიყო ეს უკან დაბრუნება, ყოველთვის მიხაროდა და პირველი შემთხვევა იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ შემოვედი და არ გამიხარდა საერთოდ ამ ქალაქში შემოსვლა. ის რაც მოხდა ამ ქალაქში. 205-205 და დარგინა პროკურორის შრომისმოყოლება დაკმაყოფილდეს ბრალდებული ზიანამობის მიმართ დაპატის ხონისძიებისაკენ გამოყენებული იქნეს პატიმრობა. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ისევ დავბრუნდით რაღაცა 30 წლის უკან ბრუნდებით, რაღაცა შეიძლება ბრუნდებით 1921 წლის პერიოდში, არ ვიცი. აი რა არ შეიძლება ამის დაშვება ადამიანებმა, ამ თანამედროვეობაში მცხოვრებმა ადამიანებმა არ უნდა დაუშვათ, რომ ამ ქვეყანამ რაღაცა აი ეს მონაპოვარი დაკარგოს. არ ვიცი, ჩემთვის ძალიან რთულია ამის გააზრება. მე ვარ ეთერ თურაძე. მე ვარ ბათუმელებისთან ერთ გაზეთის ჟურნალისტი. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ზია ამაღლობელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. მე დღეს მხოლოდ ამაზე ვმუშაობ. ესეთ რაღაც ემოციურ რაღაცებზე თითქმის ვერ ვფიქრობ, რაღაცა პირადი ემოციები თითქმის აღარ მაქვს არაფერზე. არ ვიცი, ძირითადად ვფიქრობ იმაზე, რა გავაკეთოთ, როგორ ვიმუშაოთ, ძალიან ხო ფრაგმენტულად მოდის, რომ ინფორმაცია ტვინში რომ არ არის აქ. არ მრჩება დრო ასეთ რაღაცა საკუთარი დარდებისთვის მართლა. გეშინიათ მზიას გამო? ყოველი დღის გათენება მეშინია, იმიტომ რომ ვიცი ექიმებისგან რომ შეიძლება ნებისმიერ წუთას განვითარდეს რაღაცა ისეთი შეუქცევადი პროცესები. არ ვიცი ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული, ამიტომ რა თქმა უნდა ის საშიშია, საშიში ვითარებაში ვართ ახლა ჩვენ. და თქვენ იცნობთ კარგად მას და არის შანსი რომ შეწყვიტოს შიმშილობა? არა. აქამდე ჩემი ერთ-ერთი ფუნქცია იყო ის ერთ-ერთი, რომ სიჩუმე იყოს თქო. ამითაც ვიყავი დაკავებული, რომ ვაჩუმებდი ამ ადამიანებს. ახლა ყველა ჩუმადაა მართლა. ზია არის ქალი, რომელსაც მრავალგზის შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის უფროსმა. და ზია არის პირველი ქალი სერვისის პატიმარი ამ ქვეყანაში. ადრე სამსახურში რომ მოვდიოდი, სულ მქონდა ის, რომ დღეს რაზე ვმუშაობ. როცა ნიუსზე მუშაობ და ქვეყნის მთავარი ნიუსი ხარ შენ. ანუ ჩვენ ვართ ყველა, მზია და ჩვენ. ეგ არის რთული. ყველა მესიჯი რაც მოდიოდა ციხიდან, მისგან, იყო ასეთი, რომ ნუ ჩახარ კადრებში მე პირადად მithვლი და მართლა მე ვუთხარი რომ შენ თუ გაქვს უფლება რომ ისიმშილო, მე მაქვს უფლება ვილაპარაკო და შემეშვი თქო შეუთვალე. ნუ ჩახარ კადრებში, წადი სამსახურში დაბრუნდით ნიუსრუმის ცხოვრებაზე. ხომ ზია მესენიცი სულ ზეპირად რომ ეგ ეთქვა ხო, რომელ გვერდზე რა არის ბიზნესი წესების გარეშე. ეს სააკაშვილი რაღაცას ხსნის, მე ასეთ გახსნა თუ რაღაცა და ნახე ხელისუფლებამ წართმული ქონება უნდა დააბრუნოს. აი დეტალურად არის მივედით და ვიპოვეთ, ეს არის მისი ბინის კარები მე მგონი და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ამ კაცის ქონება ვიპოვეთ, ეს იყო მაშინ ბათუმის მერი. ეს არის გაზეთების შეკვრა. ეს არის 2010 წელი. გამოდის, როცა გამოდის, ასე ვხმობდით ხოლმე, როგორც შევაგროვებდით მასალებს, მე იმის ფულს რაღაცა ბევრი დეტალი აქვს ხო ამის გაკეთებას, ეს ყველაზე ისეთი ძვირადღირებული პროდუქტია, თუმცა დღემდე ჩემთვის ყველაზე კარგი ჟურნალისტური პროდუქტი ეს არის და ძალიან გული მწყდება, რომ ვერ შევინარჩუნეთ. მახსოვს მე და მზია ერთად მუშაობდით, ასეთი გაზეთი გამოდიოდა, აჭარა პიესი, ერქვა. და გადავწყვიტეთ, რომ ეს უნდა გაგვეკეთებინა რაღაცა ჩვენ მოდი გავაკეთოთ ცოტა სხვანაირი.
ძალიან ბევრი ვიფიქრეთ რა გვინდოდა რომ დაგვერქმია სახელი რა ყოფილიყო ამ გაზეთის და ძალიან პრაგმატულად ვიფიქრეთ რომ მოდი რადგანაც ბათუმში ვართ უცებ ეს სახელი დაგვეხმარებოდა ამ რაღაცა იმაში დამკვიდრებაში ადვილად. ვერ შემოვიკრიბეთ ადამიანები, მაგალითად ჩვენი მეგობრები, სამეგობრო წრე 4 თუ 5 კაცი ვიყავით და საგანგებოდ დავამთხვით 26 მაისს. ანუ ბევრი ის გქონდა სიმართლე გითხრათ პატრიოტული რაღაც ჩანაფიქრი. მაგრამ ჩვენ ეხა ეს პატრიოტული ჩანაფიქრი განმახორციელებთ როგორც მედია, რომელიც ადამიანის უფლებებზე კეთილდღეობაზე ამ ქვეყანაში ზრუნავს, ესე დაკვალიფიცირდა მე ჩვენი საქმიანობა ბევრი ადამიანისთვის. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ძალიან შიშველი ხელებით, ერთი კომპიუტერი გქონდა და როცა გაზეთს ავაწყობდით, მაგალითად არ გქონდა ამოსაბეჭდე პრინტერი და თედოს მიქონდა ეს ისა პროცესორი მიქონდა სტამბაში ხელით მიქონდა რაღაცა ქალაქის მეორე ბოლოში. მერე იყო მრავალგზის, მოდი ესე ვთქვათ, რა ვიცი, აგრესია, მერე გადაიზარდა ეს თავდასხმებში, მერე გადაიზარდა გვიმტრებდნენ ტექნიკას, ბევრი თავგადასავალი ქონდა, მე თავგადასავალს ვეძახია მაინც ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. და თანდათან ჩვენ გავხდით ესეთი ქვეყნის მასშტაბით უკვე რაღაცა ცნობადობა გქონდა უკვე. თორე განწყობა რომ კრიტიკული უნდა იყოს, განწყობა რომ მედიატორი უნდა იყოს ხალხსა და ხელისუფლებას შორის არ შეცვლილა, მართლა როგორი ღირებულებითაც დავიწყეთ, იგივე ღირებულება, უბრალოდ ვისწავლეთ ძალიან ბევრი რამე. პოპულარულები გავხდით აჭარის ვარდების რევოლუციის პერიოდში. თუმცა როგორც კი აბაშიძე წავიდა პირველივე ნომერში ძალიან კრიტიკული სტატიები დავწერეთ უკვე სააკაშვილის გუნდზე. სტატიები იყო იმაზე მახსოვს, რომ 2004 წლის 6 მაისის შემდეგ რომ აი ამ აბაშიძის ხელისუფლების კერა და ოჯახის თუ როგორც იყო მის ავტოპარკის ერთ-ერთი მანქანით გადაადგილდებოდა ერთ-ერთი ჩინოვნიკის ცოლი მაგალითად ბათუმში და ამაზე იყო დიდი სკანდალი მახსოვს პირველი სკანდალი იმ ხელისუფლებასთან ანუ უკვე როცა აბაშიძე წავიდა აქედან მე ვწერდით ძალიან ინტენსიურად და ძალიან ხშირად იმ ადამიანებზე ვინც დააკავეს აკავებდნენ მაშინ ადამიანებს აბაშიძის ხელისუფლების აბაშიძის რეჟიმის წარმომადგენლებს ჩვენს ძალიან ხშირად გვეძახდნენ მისი მომხრეები რომ იყავით მტრები რეგიონის თუ აჭარის თუ რაღაცა ესეთი ძალიან ქუჩებში გვაძახებდნენ რაღაცას ახლა როგორც აქ ამათი ოცნების ტიტუშკები რაღაცებს დაგვსდებენ და გვაძახებენ და სოციალურ ქსელებში მუშაობს უზარმაზარი კამპანია ეგეთივე ოღონდ რა თქმა უნდა ის უფრო მოკრძალებული იყო არ შეიდრება ახლა რაც ხდება იმასთან შედარებით მაგრამ იყო ეს იმ დროსაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც ერთ ხელისუფლებას საქართველოში, რაც ვის პირობებშიც მე ვიცხოვრე და ვიმუშავე როგორც ჟურნალისტმა, არ აწყობდა კრიტიკული მედია, მაგრამ აი ეს ხელისუფლება რომ არის ასეთი სასტიკი არც ერთი არ ყოფილა, ასეთი დაუნდობელი და ასეთი მოდი ამას ვიტყვი რა ვერაგი ჟურნალისტიკისთვის. და დღეს ვინმე შედის, ჯანმრთელობის ფურცლები გვჭირდება რომ ვიცოდეთ რა ხდება კაცო. არაერთ ადამიანს ვთქვამს რომ არა ბათუმელები სრულიად სხვანაირი იქნებოდა ამ ქალაქის განვითარება, ამ რეგიონის განვითარება. ხო, კარგი რა რაღაცა გავაკეთოთ. ცოტა მეტი გავაკეთოთ. ეს არის თავისუფლების კუნძული. ვიზუალურადაც ისე გამოიყურება ეს ოფისი ამ დროშებით თუ რაც არის რომ ძალიან ბევრი ახლა ხელისუფლებაში ვინც არის ამ ოფისში დაიარებოდა ზოგი აქ საქმიანობდა კიდეც ახლა ჩუმად არიან. რა ხდება ქუჩაზე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მთავარი ქუჩა მოკლედ ქალაქის და ამ ქუჩაზე ჩანს როგორი ქაოსია. აი ეს ხდება ქვეყანაში მთლიანად. ასე იმართება ქვეყანა მთლიანად. ეს არის ნიშანი იმის, რომ ძალიან მარტივია ნებისმიერი ადამიანისთვის, ჩემთვისაც აი ეს განაშენიანება, ეს ქაოსი, აი ეს საერთოდ ახალი ამბავია. აი ეს რაც ხდება ახლა ქუჩებში, ეს არის ბოლო 2 წლის ამბავი. ამ აივანზე განვიხილავდით საერთოდ ისეთ საკითხებს, რაც გვინდოდა, რაზეც ვფიქრობთ, რომ სხვას არ უნდა გაეგო, არ უნდა მოესმინა, რომ გულისხმობ ამ თვალთვალს და ასეთ საკითხებს.
იმ დღეს მე არ ვიყავი სამსახურში, იმიტომ რომ ავად ვიყავი, თუმცა ეს რატომ არის საინტერესო და ნახე უცებ ტელეფონში ნიუსები, ჩვენი ნიუსები, რომ ვიღაცებს აკავებდნენ. და პირდაპირ წავედი, იქ ვიცოდი, რომ ჩემი თანამშრომლები იქ იქნებოდნენ პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან. მზია არ დადიოდა აქციებზე და არც მეგონა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო აქციაზე, იქ არც წარმომედგინა. და ვაშუქებდი ჩვეულებრივად ამ ლაივს, ვუძღვებოდი ლაივს, ყვებოდი რაღაც ამბებს, ვიღაცები შემომყავდა ლაივში, ვთავდი, კითხვებს უსვამდი და უცებ მომესმა, რომ მზია დააკავეს სტიკერის გაკრისთვის. ეს ძალიან კარგად ჩანს კადრებში, რისთვის დააკავეს. მზია მივა სტიკერს გააკრავს ამ დამხმარე შენობაზე. და დგას ასე, იციან რომ დააკავებენ, იმიტომ რომ მანამდე ამ სტიკერის გაკრისთვის დააკავეს მზიას მეგობარი ციალა, რომელმაც სტიკერი გააკრა, დაახლოებით 1 საათში გამოუშვეს და მზიაც გამოუშვეს. უკვე სადღაც 12 საათისკენ იყო, როდესაც უკვე შეთხელდა აქცია, მეც მზიასთან ერთად ვიდექი. უცებ დაიწყო ეს ხმაური ჩოჩქოლი, როც შემოვტრიალდი, უკვე ძალიან დიდი ის იყო. ჭყლეტა. და ამ ჭყლეტაში მოყვა მზია დაეცა, რამდენჯერმე ფეხსაცმელი დაკარგა და ესე ამ მიწოლაში მეც რა თქმა უნდა წამოვედი აქეთ უკვე ვხედავდი რაც ხდებოდა ამ მიწოლაში აღმოჩნდით პოლიციელების გარემოცვაში და ამ დროს მოხდა ეს ამ დროს გააწნა სილა მზიამ ჩვენ ძალიან გვაგინებდნენ მანამდეც ძალიან ისეთი გინების კორიანტელი იყო სასწავლო რაღაცებს გვეძახდნენ ეს პოლიციელები მზიამ გააწნა სილა პოლიციის უფროს დგებუაძეს იმას ეტკინა და გაუწითლდა ასე უწერია ბრალში რა თქმა უნდა მე კი არა ძალიან ბევრი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ძალიან ბევრი ავტორიტეტული იურისტი საქართველოში ამბობს რომ ეს არის არაადეკვატური ბრალი და არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული მზიას არ ჩაუდენია და იმიტომ კი არა რომ მზია ჩვენი მენეჯერი ამას ამბობენ პროფესიონალები როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ და რომ არის ეს დევნა მედიის ჟურნალისტიკის და სხვა ამის კვალიფიკაციას ვერ შეძლებს ვერავინ რომ ეს ჩამოაყალიბოს როგორც თითქოს პოლიციელზე დევნა ადვოკატი მეკითხებოდა რომ ორი კადრი მაქვს ნანახი, ერთი როცა ის სტიკერს გააკრავს და ჩერდება ესე და ელოდება გაღიმებული როდის დააკავებენ და ერთი როცა სილა გააწნა და როგორია ამ ორიდან მზია. მე უთხარი რომ მზია არის, ვინც დაინახეთ თქვენ როცა კედელზე სტიკერი გააკრა და გაღიმებული ელოდებოდა როდის დააკავებდნენ. ისეთივე ჟესტი ქონდა, ვთქვათ, სასამართლოზე ხო, როცა წიგნი აწია და გაიღიმა ასევე. ეს მისი ბუნებაა, ამას როცა ესეთი ემოციური ფონი გაქვს, ესეთ ძიმე პირობებში ხარ, ვერ მოიფიქრებ, ვერ დადგამ, თუ არა ეს შენი თვისება არ არის, ხო? მე მაგას არ გავაკეთებდი, ნამდვილად ვიცი, ვერ მოვახერხებდი, იმიტომ რომ ეს ჩემი ბუნება არ არის. მარიარესას წიგნი მივიღე საჩუქრად. რაღაცა ერთი კვირის წინ და მზია გამოივლიდა ხოლმე აიღებდა ამ წიგნს რაღაცა დეტალებს კითხულობდა ჩემ მაგიდაზე იდო წიგნი და მეუბნებოდა რომ ეს წიგნი წაიკითხე ესე მეუბნებოდა და მე ვერ მოვახერხე დღემდე ამ წიგნის წაკითხვა თვითონ გადაფურცლავდა რაღაცებს კითხულობდა იქვე გაჩერდებოდა წაიკითხავდა რაღაცა დეტალებს და მე ისე მეუბნებოდა რომ ეს ხდებოდა დღეების განმავლობაში ეს წიგნი წაიკითხე მინდოდა რომ წიგნი შემეგზავნა უფლებებზე და ეს მქონდა მაგიდაზე მე აღკვეცე არ ვიყავი, არ შემეძლო წასვლა. მე ემოციური ადამიანი ვარ და შეიძლება აფექტურიც. მზია არ არის აფექტური, არც ძალიან გაწონასწორებული ადამიანია. თუმცა ვიცოდი რომ დააკავებდნენ აუცილებლად, მზია არის დიდი ნადავლი რეჟიმისთვის. ყველაზე დიდი მუხანათობა ქვეყნისთვისაც, მედიისთვისაც რაც იყო ის რომ შემოიღეს რუსული კანონი. საქართველოში მიუკერძოებელი მედია ისეთი როგორც ჩვენ ვართ, თქვათ, ხო? ძალიან თითქოს ჩამოსათვლელია რა, 5 თუ 6 იქნება. აი ეს რუსული კანონი შემოიღეს ამ მედიებისთვის. და ამას აკეთებენ ის ადამიანები, ამ ადამიანების ხელით კეთდება, ვინც განათლებაც, კარიერაც აიწყო, აი ამ იმით, რა ქვია, უცხოური ფონდების მხარდაჭერით.
ძალადობრივ გარემოს პირობებში გვიწევდა ჩვენ საქმიანობა. უბრალოდ ამ ადამიანებისთვის ეს იდეა, თავისუფალი სიტყვის იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამით ვართ ჩვენ გაერთიანებულები და ეს გვაერთიანებს ჩვენ ამ ადამიანებს. აქ სხვა ღირებულება, სხვა სიკეთე ამ რედაქციაში მუშაობისგან არავის არ აქვს. რედაქციულად ხელშეკრულებით შიდა განაწესით ჩვენ არც კი ვპოსტავთ სოციალურ ქსელებში ჩვენი თანამშრომლები, იმიტომ რომ ჩვენი სტანდარტით მიუკერძოებლობა შეიძლება ამითაც დაირღვეს და ამას ვაკეთებდით რუსულ კანონამდე, ახლა ვლაპარაკობთ და ახლა კიდე საერთოდაც როცა მზია დააკავეს, არ ვიცი. ეს აღარ არის ჟურნალისტიკა კი ბატონო. რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ჩვენ ახლა ვართ მხარე, ვცდილობთ რომ თავი გადავირჩინოთ ფიზიკურად. ვცდილობთ რომ მზია გადავარჩინოთ ფიზიკურად და მზია დაბრუნდეს ცოცხალი და ჯანმრთელი. აქ შეუძლებელია იყო დაბალანსებული ეს არ არის ეს იქნება სიყალბე ახლა მე რო ეს გითხრათ რომ ჩვენ ვცდილობთ რომ ვიყოთ დაბალანსებული. ვერ ვართ ჩვენ დაბალანსებული, ჩვენ ვცდილობთ მზია გადავარჩინოთ. საერთოდ ამ შეგრძნებით ცხოვრობ მე ეს დღეებია რომ სისტემა შეგვდგა და გაგვთელა. სალამი ხალხო. გამარჯობა. გამარჯობა. ეს არის ციალა. და ციალა ზის ახლა ამ კარავში წუხელ გადაწყვიტა რომ შიმშილობის რეჟიმი არ იქნება დარეგულირებული და გამოცვლილი, ციალა იქნება აქ არ აპირებს სახლში შესვლას. სოციალურ ქსელში რო ჩაიხედავთ, ნახავთ როგორ აშავებენ მზიას. ეს რა უნდა ვთქვა, ეს ამ მართლობის სისტემის მახასიათებელი ნიშა არის, ეს სისტემა სხვაგვარად ვერ იმუშავებს. ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ მხარეს მეტი არაფერი არ არის. ჩვენ მეტი არაფერი არ აქვს, ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, ოღონდ ვართ მართლები და მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს, გამორიცხული. სხვაგვარად შეუძლებელია. მარიარესა მე მგონი დატოვა ქვეყანა ხო რაღაც სადღაც იძულებული გახდა რომ დაეტოვებინა ქვეყანა. მე ფიქრობ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში გავაგრძელებთ ცხოვრებას, საქმიანობას, როგორც ჟურნალისტები. მზია უნდა გადარჩეს, უნდა დაუბრუნდეს თავის პროფესიას. ეს არის რაღაცა ტრაფარეტული სიტყვები. მართლა ასე ვფიქრობ. მთელი ჩემი არსით ასე ვფიქრობ. სხვა შემთხვევაში არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს.